გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ვიყოფებით ტაბახმელაში. ლოკაციასაც ამოვანათებ ვიზა გარდენი თუ იმეს გსმენიათ, ეს არის არაბებზე გაყიდული მიწა. აი იქ უკან ხედავთ თქვენ წითელ სახურავებიდან სახლებს, რომელიც არაბებს ეკუთვნით და აქეთაც თუ დააკვირდებით, აი იქ მწვანე არის, ღობი არის ესა რა, სადაც მშენებლობას გაგრძელებას აპირებენ. ეხლა მე უბრალოდ დავატრიალებინებ კამერას თან და თან განახეთ რამხელა ტერიტორია არის, რომელიც ჯერ არა უთვისებიათ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, ამ ყოველს აითვისებენ. ეხლა შეხედეთ, აქეთ ტყი არის რა. ფაქტიურად და აქეთაც არანაკლები ტერიტორია არის. თან მერცმა გვაჩუქა და ვერ უვლი და ვასხვისებ. რა ადრე თუ ხმლით შემოდენ, ახლა ფულით იფხრობენ და ფულზე ვყიდი, ცოტა ხოლმე დაფიქრდე და შეხედეთ, უფრო სამხელა ტერიტორია არის. ეს პატარა სოფელი რო ვიგულისხმობთ, ეხლა ეს რაღაცა განვითარდება კიდევაც, აი კაცშიც ხედავთ. მწვანე ღობე, სადაც არის მანდ მშენებლობის აპირები და ეს რომ მოუყვებიან. ფაქტიურად პატარა სოფელი კი არა, ქალაქსაც ააშენებენ. ეს არის ვიზა გარდენი, ასე წერია მაპზე. რა შეგიძლიათ ყოველმე თქვენთან გარმა ნახოთ. ეს არის ტაბახმელაში, ამიტომაც ახლა მე თქვენ გეკითხებით. ეს ყოველივე ქართული მიწა ვის საკუთრება არის? უცხოელების თუ ჩვენი? ოდა მოდის საქართველოში, ქართულ საქართველოს გაუმარჯოს და დავდგეთ ერთად ჩვენი ყოველი გოჯი მიწის დასაცავად. მადლობა ყურადღებით, დროებით გემშვიდობით, სხვა ლოკაციებსაც დაგათვალიერებინებთ აუცილებლად. მანამდე გითხოთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ და გავამიწოთ ყველა პლატფორმაზე. რომ რაც შეიძლება თქვენამდე მეტი სიმართლე მოვიდოდეთ და სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, იმიტომ რომ ჩემ მიწა-წყალზე ხო უნდა ვიყოთ ჩვენ და არა სხვები რა. მივესალმები ხა ნებისმიერ ტურისტულად ჩამოვიდეს, მაგრამ აქაურ მიწის დასაკუთრებას არავის არ ვაპატიებ და არავის არ შევარჩენთ ქართველები. ამიტომაც დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ყოველი ჩვენი გოჯი მიწის შესანარჩუნებლად. დროებით და გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.